აქვე მინდა გკითხოთ დაპირისპირება ირანთან და ირანის ბირთვული პროგრამა, რომელიც სოფლიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დიდად არის ყურადღების ცენტრში სოფლიო პოლიტიკისთვის. იცით რა არის, აი ირანზეც ბევრი რამ აქვს მენაცემები, ირანი ძალიან რთული ის არის ის აი ქვეყანა თავისი პოლიტიკით, თავისი პოლიტიკური ხედვებით, რომელიც არანაირად ვერ შეერწყმება ევროპა-ამერიკის ინტერესებს, ის თავის ინტერესებს ატარებს, მას უნდა ბირთვული იარაღი ჰქონდეს და არა იმისთვის, რომ სამშვიდობოდ გამოიყენოს, მხოლოდ იმისთვის, რომ შიში დათესოს და მცეთ პატივი, იმიტომ რომ მაქვს ეს ბირთვული იარაღი და აუცილებლად დაგარტყავ. მოკლედ და კონკრეტულად ამის საშუალებას არ მიცემენ ჩემო კარგო. ისრაელი დღესაც მომზადებულია რომ დაარტყას ირანს და ფაქტიურად ეს ირანს არ აცდება. თუ რაღაცა არ შეცვალეს, მაგრამ წინასწარმეტყველებაში ასეა ვერაფერს ვერ შეცვლიან. ისრაელი აუცილებლად დაარტყავს ირანს. იგი მესამე მსოფლიო ომი გარდაუვალია და რა თქმა უნდა გარდაუვალია. დაიწყება ზუსტად ირანთან მიმართებაში. რა თქმა უნდა გარდაუვალია, აქედან იწყება მუსულმანებისგან იწყება მესამე მსოფლიო ომი არ იწყება უკრაინიდან, იწყება აღმოსავლეთიდან, ჩემო კარგებო, ეს მე 20 წლის უკან მიწერია, 25 წლის უკან მიწერია. ძალიან კარგი. ეხლა დავუბრუნდეთ საქართველოს. საქართველოს ამჟამად მოხდა ესეთი შეხვედრა თბილისში, აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის პრეზიდენტები თბილისში შეხვდნენ ერთმანეთს და კავშირის მსგავსი დაარსეს, ასე დავარქვათ, სამთა კავშირი. ეს გულისხმობთ საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი. რომელიც საპირწონეა ალბათ რუსული პოლიტიკის და თქვათ ირანისაც ეს მოფიქრებული გეგმა ასეთი, მოფიქრებული არა მარტო თურქეთის, არამედ რა თქმა უნდა ამერიკის ხელიურებია აქ და საპირწონედ არის რა თქმა უნდა რუსეთთან მიმართებაში, რუსებს რა თქმა უნდა ეს არ სიამოვნებს, მაგრამ დღეს ამისთვის არ ცხელად. რუსეთანაც ხო იყო ის სამიტი, რომ ყავდა ჩამოყვანილი ბელორუსიისა და ყაზახეთის პრეზიდენტები, მაგრამ იცით რა არის, მე ჩემს ხედვაში იქ არაფერი არ ვითარდება, იცით, ახლა ის ყაზახეთის პრეზიდენტი სულიად რუსული ქონდა, როდის გაქცეულიყო, ასევე ბელორუსიას კიდევ სხვა გზა არ აქვს და ჩამოკიდებული ამ რუსეთის ომზე. ასე რომ ეს სამიტი საქართველოსთვის ძალიან კარგია. ძალიან კარგია, ნამდვილად ცუდი არ არის. ეს არის კიდევ ერთხელ დიდი აღიარება საქართველოსი, ამ კუთხით შევხედავთ, რომ კავკასიაში საქართველოა გული კავკასიის და წამყვანი ქვეყანა. გამოტონელა ზუსტად ევრაზიულ კავშირთან დაკავშირებით ახსენეთ თქვენ. არ შეიქმნება ევრაზიული კავშირი, პირიქით იშლება SNG და მერე შემდგომ მოდის უკვე რუსეთის დაშლა. რაც იქნება უკვე კატასტროფის ტოლფასი რუსეთისთვის თავისი დღევანდელი პოლიტიკიდან გამომდინარე და დღევანდელი ზუსტად დღევანდელი პოლიტიკიდან გამომდინარე როგორ შეიძლება ითქვას რომ რუსეთი იქნება ძლიერი სახელმწიფო, რუსეთი საბჭოთა კავშირს დააბრუნებს, ასე რომ ვთქვათ, ამდენ რესპუბლიკას, ხო და პირიქით ეს არის უკრაინის ომი არის რუსეთის დაშლის დასაწყისი, კაცო. ძალიან რთულ ფორმაში ვხედავთ თვითონ რუსეთს, რუსულ პოლიტიკას, რუსულ ჯარს და საერთოდ ყველაფერს და ასე რომ რუსეთის პოლიტიკაში რაიმე რაღაცა ნათელი და ამას მე ვერ ხედავ. თქვენ პირიქით ხედავთ რომ პუტინის წასვლა ახლოვდება და კრახი მისი პოლიტიკის და ახალი ძალების მოსვლა, რომელიც საქართველოსთვისაც ძალიან კარგია და ევროპის. აი ეს თქვენი წინათ უფრო ფაქტობრივია. ჩემი წინასწარმეტყველებები ახლა თქვენ რაც ეცით და რა თქმა უნდა პუტინის წასვლა, რა თქმა უნდა რუსი ხალხი ხვდება ახლა ეს ემოციებს და აყოლილები არიან ყიდულთან დაკავშირებით და სევასტოპოლი და ეს, მაგრამ ეს რუსეთს არაფერს არ აწევს პირიქით ურთული მდგომარეობაში ჩაიგდო თავი. და აუცილებლად იშლება პუტინი წავა აუცილებლად და ასე რომ ვთქვათ, მერე თავისუფლდება რუსეთი სრულიად სიტყვის მნიშვნელობით მოდის ის ვინც მართლა ჭკვიანი და ასე რომ ვთქვათ ჩამოყალიბებული მართლა პოლიტიკოსია და რუსეთს ურთულესი მდგომარეობიდან გამოიყვანს. რისი მოხარული თქვა სხვათა შორის, იმიტომ რომ
არ გვეყოლება დიქტატორი და ოკუპანტი რუსეთი მოზობურა და განწყობილი სახელმწიფო ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო. აღდგება ურთიერთობა ნორმალური ეკონომიკურით, კულტურით, ყველა დარგში აბსოლუტურად ეს ურთიერთობები, განსაკუთრებით ტურიზმი და რაღაც ეს ერთმანეთს გადაებმება. რა თქმა უნდა, აღდგება.